მოგესალმებით, მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს, მე ჟურნალისტი მაკა ხაზიური ვარ. გადაცემა ღია ეთერი კვირაში ორჯერ გადის ეთერში და ჩვენ ვსაუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს სოფელ მელაანში აგროტურისტული მეურნეობა და რა სიახლეები აქვს, ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ახერხებენ მუშაობას ის დაწესებულებები, რომლებიც ტურიზმის მიმართულებით საქმიანობენ. გადაცემის სტუმარი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში მოქმედი ეკოტურისტული ცენტრის ხელმძღვანელი თეონა თაბორიძე იქნება, რომელიც უკვე ხაზზე არის. თეონა, მოგესალმებით, გესმით ჩვენი ხმა. მესმის თქვენი ხმა, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის და იმ საინტერესო თემებზე საუბრის შესაძლებლობისთვის, რაც დღევანდელ შეხვედრაზე გვექნება განხილული. დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ ამ დატვირთულ გრაფიკში და გვერდთვებით გადაცემაში. დავიწყოთ საუბარი, თეონა, მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ ვრცლად, როდის დაიწყეთ საქმიანობა, რას აკეთებთ ახლა და რა ეტაპზე ხართ? მოკლედ, ჩვენი საქმიანობა დაახლოებით 2018-ში დავიწყეთ მელაანში. ჯერ კიდევ რა თქმა უნდა ტურისტულ რუკაზე ჩვენი სოფლის ფარგლებში არავინ არ საქმიანობდა ამ მიმართულებით. პირველი მერცხლები ვიყავით. საკმაოდ რთული, ეკლიანი და პრობლემური გზები გავიარეთ იმისათვის, რომ ჩვენი ობიექტი პოპულარული გამხდარიყო, მოთხოვნადი, ქმედითი და ზოგადად სოფელი და თემის გამოგვეცოცხლებინა და საზოგადოებას ინტერესი გარჩენოდა მელაანისადმი. ძალიან დიდი შრომა გავწიეთ ამისათვის. გარკვეული პერიოდი კარგად მიდიოდა ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვიყავით აქტიურები, რამოდენიმე ახალი ობიექტიც გამოჩნდა, ჩვენი ვიყავთ ასე ვთქვათ ინსპირაცია მათთვის და ესე ძალიან სასიხარულოა. რეალურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ჩვენი ესეც გახლდათ, რომ ჩვენ ობიექტს ერთიათის პრინციპით უნდა ჩაება ადგილობრივები, მუშაობთ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რამდენადაც შესაძლებელია, ისე ვაგრძელებთ საქმიანობას, თუმცა რა თქმა უნდა აბსოლუტურად ყველა სფეროში და განსაკუთრებულად ახლა ტურიზმი ჩვენ ვიცით რამდენად სენსიტიურია პოლიტიკური რყევებისადმი, ზოგადად ამინდი სეზონი და ასე შემდეგ. ერთი ნეგატიური ნიუსი ქვეყნის და რეგიონის შესახებ და უკვე ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, დამანგრეველ ეფექტს ახდენს ხოლმე. აფხული ასე თუ ისე მოძრავი გქონდა სასტუმროს მიმართულებით. დაახლოებით 2 კვირის წინ უმასპინძლეთ სხვათაშორის ბოლო ხანგრძლივად ჩამოსულ სტუმრებს. შეიძლება ითქვას, რომ უკვე პასიური სეზონია ტურიზმისათვის, რადგან ტურიზმი სეზონური ამბავია, მაინც ვცდილობთ ხოლმე, რომ ერთ თველი რომ დამთავრდება, მერე სხვა ჩვენი სერვისები გავააქტიუროთ კიდევ უფრო მეტად, რომ ზამთარში ეს ტურიზმის ნეგატიური გავლენა მინიმუმამდე დავიყვანოთ. ამიტომ დამატებითი და შემავსებელი პროდუქტები გვაქვს მოგეხსენებათ, გვაქვს კახური ნუგბარი, გვაქვს ღვინო, ჩაის ასორტიმენტი მიმდინარე წელს გავზარდეთ, მოგეხსენებათ, გქონდა სულ რაღაც 3 სახეობის ჩაი, მომხმარებლის თხოვნით, ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით, მოკლედ ტექნოლოგთან ერთად შევქმნით 10 დაახლოებით, ანუ ჯამში ხა 10 გემო გვაქვს, 7 მიქსი დავამატეთ, თუმცა არ შეგვიცვლია საწყისები, ანუ ამ 7 მიქსის საწყისიც არის ტყის, სამკურნალო მცენარეები, კენკროვანი ბუჩქები და ან კენკროვანი არჩაგვინაც უნიკალური ტყის პროდუქტი და მე უკვე დამატებითი გემოების, არომატების, თვისებების ამბავში შემოვიტანეთ ის შემავსებელი პროდუქტები, რაც უფრო მეტად ასე ვთქვათ, გემონურ თვისებებს მისცემს და გაყიდვებსაც აისახება და შედეგი რეალურად ასეთიც არის. გაყიდება, გაიზარდა ასორტიმენტი, გაყიდვები მოთხოვნად იზრდება. მუდმივად ფაქტიურად ახლა ისე გამოდის, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რადგან საერთაშორისო მოგზა ყველა ადამიანი და ბიზნესი გადარჩენაზეა მოგეხსენებათ და გაზრდაზეც ორიენტირებული რა თქმა უნდა და ეს მეორე წელია, რადგან ამ რაღაცა კრიზისულ სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება, კიდევ უფრო აქტიურად ვცდილობთ, რომ ადგილობრივი ბაზარი მოვიცვათ და ისეთი პროდუქტები შევქმნათ, რომ ადგილობრივმა ბაზარმაც დაძრას და გქონდეს ჩვენს ეკონომიკური შემოსავალი, ბაზარის დავაკმაყოფილოთ და ის ადამიანებიც, ვინც ჩართულები არიან პროცესში. ამიტომ, ახლა საუკეთესო პერიოდი არის წინა საახალწლო მზადებისთვის. თუმცა აქაც ცოტა გაგვიჭირდა ისევ ძალიან ყველაფერს ეთყობა. გუშინ ვიყავით ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და მოძრავ და ისეთ დიდ გამოფენა გაყიდვაზე. ეხლა გუშინ გქონდა 10 სახის ჩაი, ნუგბარი, პლუს სასაჩუქრე კორპორატიული შეთავაზებებისთვის და ისედაც საცალო ბოქსები შევქმნით. პროდუქცია გქონდა ძალიან მრავალფეროვანი. თუმცა აქაც ისევ შეინიშნება, რათა საზოგადოების რა გარემოში ვართ, ის გადაწყვეტილებები, კრიზისი, უკვე თუ მაგალითად
გასულ წლებში დაუფიქრებლად შეიძლება იხდიდნენ 100-150 ლარს საჩუქრებში, ახლა ცოტა უფრო მესამედი აქვთ გამოყოფილი. ვცდილობთ რომ რაღაცა თუდად ჯდომას, თუდად შრომა ჯობია. სადაც კი შეგვიძლია ვართ, მიმდინარე თვეც უკვე დაგეგმილი გვაქვს ფაქტიურად. მოგეხსენებათ, ახლა ჩვენ მიზნობრივი ასოციაციების პარტნიორები ვართ, წევრები ვართ, სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ვართ ჩართულები, მარკეტინგში და ბევრი მიმართულებით და ამიტომ მიმდინარე თვე კარგად გვაქვს უკვე დალაგებული, რომ აი ნიშური გამოფენა გაყიდვები რაც არის, სახალხო, ეკო, სოფლის ასე რაღაცნაირად ეს ცოტა რთული პერიოდი, ასე თუ ისე შევამსუბუქოთ და მქონდეს შემოსავლები. ასე ანუ ფაქტიურად ახლა შეიძლება ცოტა წუწუნის ნოტა არის, მაგრამ რეალობა ეს არის, თუმცა ანუ აი გუშინდელიდან რაც ჩემთვის მოკვლევას ვაკეთებ, ჩემში არის პრობლემა თუ ზოგადი ფონი მართლა ასე რთულ გარემოში გვაყენებს, მაგრამ რეალურად ასეა, რაღაცა ძალიან დიდი ის ვართ, წრე ვართ უკვე ამდენი წლის განმავლობაში მეწარმეები ერთად გავიზარდეთ, მეგობრობთ, ოჯახებით ისე ასე და მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და ვისაც კი ვესაუბრო, ყველა იმას ამბობდა. პირობითად გამოფენაზე ორჯერ და სამჯერ მეტი ხალხი იყო მოსული, მაგრამ ყიდველუნარიანი და იმ გადახდის უნარიანობით რაც ჰქონდათ და გასული წლების ეს გამოფენები ხასიათდება და ორჯერ შემცირებულია და ეხლა ეს გლობალურ მასშტაბში ძალიან ცუდ სურათს იძლევა. თქო, მით უმეტეს ეხლა ახალი წლის პერიოდი მოდის, ეხლა თუ არ დახარჯა ყიდველმა ფებრუარში მით უმეტეს არ დახარჯავს და იანვარში, ხო? ამიტომ ძალიან ეს არის რა. პესიმისტური სურათი გვაქვს ეკონომიკური მიმართულებით, ტურიზმშიც, მეწარმეობაშიც და ასე შემდეგ. გასაგებია, ფაქტობრივად შევეხეთ იმ საკითხს, კონკრეტულად აი რა გავლენა მოახდინა მიმდინარე პროცესებმა თქვენ საქმიანობაზე, ამ თემას შევეხეთ უკვე და თუ რა იმის დამატება გინდათ, შეგიძლიათ დაამატოთ და შემდეგი კითხვა ასეთი, აი როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მცირე ბიზნესმა, ტურიზმის მიმართულებით მოქმედმა ობიექტებმა არ შეწყვიტონ მუშაობა და არსებული პრობლემების მოგვარება შეძლონ? აი ეს ალბათ, მაგრამ რას კი შეიძლება ყველაფერს ვაკეთებთ, მეც და ჩემი თანამოაზრეებით და სხვა მეწარმეებით სხვა რეგიონებიდან, რომ თუ არიან აგროტურიზმში და მასპინძლობაში და ასე შემდეგ, ცდილობენ რომ რაღაცა ეს ნულოვანი ამბავი არ ქონდეს, ან ნულოვანი ქონდეს, ნულოვანიც კარგია რეალურად ამ შემთხვევაში, მინუსში რო არ გადიხარ და გიწევს, ანუ ახერხები იმ ფიქსირებული ხარჯების გადახდა სანიტარული, კომუნალური იქნება თუ ასე შემდეგ. რაღაცნაირად ასე თუ ისე აქტიურ სეზონამდე მივიდეთ და ზოგადად ახლა თან ტურიზმი ისეთი არის, ცვეთადია ყველაფერი და ყოველი ახალი სეზონისთვის გიწევს, რომ გასული სეზონისგან მიღებული ზარალი, ცვეთა ასე შემდეგ გადაახალისო, რომ ასე თუ ისე რაღაცა ინფრასტრუქტურულად მომზადებული, მოწესრიგებული იყო რა და ამიტომ აი ეგ უნდა გავაკეთოთ ყველა მეწარმემ, რომ ერთ პროდუქტზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული და არ უნდა ვიყოთ მარტო საერთაშორისო ბაზარზე, როგორც ახლა COVID-მა რაც გვაჩვენა კიდევ იმ დაწყებილი დროს შევეხები, რომ ეს არის ვინც მუშაობდა მხოლოდ საერთაშორისო ტურისტებზე და საერთოდ არ აკეთებდა არანაირ რეკლამირებას, არ ჰყავდა პარტნიორები, არ იღებდა გამოფენებში მონაწილეობას, რაღაცნაირად ჩაქრნენ რუკაზე, ხო? ამიტომ აი იმ გამოცდილებითაც და ზოგადად რეალობა ეს არის, რომ თუ გვინდა გადავრჩეთ, უნდა ვიმოძრაოთ, ხო? რაღაცა იმ პროდუქცია არ არის მოთხოვნა, ახალი შევქმნათ, ახლის მარკეტინგი გავაკეთოთ. რამდენადაც ეს ამ გარემოში შესაძლებელია, თუმცა მაინც ამოსავალი წერტილი არის ის, რომ თუ დაალაგდება გლობალურ გარემოში სიტუაცია, ამდენი წლის შრომა, ჩვენიც კერძო მეწარმეების და ბევრი ასოციაციის, დონორის და პარტნიორის შრომაც, რაც ამდენი წლის განმავლობაში გაიწია ფინანსურ რესურსთან ერთად, წყალში არ ჩაიღო. ჩამოგვითვალეთ, აი რასაც ადგილზე მოსულ ტურისტებს სთავაზობთ და შემდეგ უკვე გადავიდეთ სამომავლო გეგმებზე, რას გეგმავთ, რაიმე სერვისის დამატებას ხომ არ გეგმავთ? ხო, ანუ აი სრული დატვირთვით, როდესაც მუშაობთ, ხო, პირობითად ავიღოთ აქტიური ზაფხულის სეზონი, ხო? გვაქვს მასპინძლობა, ანუ ღამის გათევის სერვისი გვაქვს, bed and breakfast-ი, ანუ რადგან აგროტურისტულ მეურნეობად ვითვლებით და ვართ, დეგუსტაცია, მასტერკლასები, ვიზიტები ჩვენს მეურნეობაში, ძალიან ისეთი ფართო მეურნეობა გვაქვს მოგეხსენებათ ვენახები და არა მარტო, ხო? ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ნიშური მიმართულება არის ეს ბიო ჩაის წარმოება და ზაფხულის საუკეთესო პერიოდი იმისთვის, რომ როგორც ნედლეული შევაგროვოთ, ასევე დაინტერესებული ადამიანები ჩავრთოთ ამ პროცესში და ეს
ყველაფერი ცალკე, ასე ვთქვათ, გამოცდილებად, ტურად შევკრათ და გავყიდოთ და ამასაც ვაკეთებთ ხოლმე რაღაცა აპრილის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე, სანამ ნედლეულის აქტიური შეგროვების პროცესი მიმდინარეობს. ასევე სათავგადასავლო საფეხმავლო მარშრუტი, რომელიც ჩვენ ინიცირებული იყო, ჩვენ შექმნით, ჩვენ მოვიკლეთ, ჩვენ დავმარკეთ და ამას ვამუშავებს ადგილობრივებსაც ვასაკავთ, აი გასულ კვირასაც რომ ყვავდნენ სტუმრები რამოდენიმე დღიანი, ეს ადგილობრივი გიდგამყოლიც ჩავთეთ ამბებში დავასაქმეთ და როდესაც არის ხოლმე მუდმივად ვცდილობთ ან საცხენოს ნოტური გაიყიდოს, ან ის რომ საიდან ანუ ყოველ რაც უფრო მრავალფეროვანი სერვისები გვაქვს, მიტია შემოსავალიც, ხო? ხო, ნუ აი ჩვენი საომავლო გეგმები, აი მოცემული სურათიდან გამომდინარე, ჩაიზე ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნილება, ჩვენც ფეხს უწყობთ და მუდმივად სიახლეებს თავაზობთ ბაზარს, ეს ვიზუალიზაცია იქნება, სასაჩუქრე ბოქსები გავაკეთეთ კორპორატიული, სხვადასხვა საფასო კატეგორიაში, აი პირობითად იწყება ეს ჩვენი კორპორატიული სასაჩუქრე საახალწლო ბოქსები 35 ლარიდან და 150 ლარამდე ადის ვიზუალის, შიგთავსის და მასალის და ასე შემდეგ გათვალისწინებით. და ჩვენი რეალური აი ყველაზე ახლო მომავლის გეგმა და მიზანი რაც არის ის რომ ჩაის წარმოების უფრო ასე ვთქვათ ესე გაფართოება დახვეწა ტექნოლოგიურად, იმიტომ რომ ძალიან უკვე ხა რაოდენობებზე როდესაც გავდივართ, სულ ყველაფერს ხელით წარმოება, მოგროვება, გადამუშავება ცოტა რთულია და ამიტომ გვინდა რომ მაქსიმალურად რაღაცნაირად საწარმოს სახე და ფორმა მივცეთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მომხმარებლის ის მოლოდინი და მოთხოვნილება რაც არის, გავამართლოთ, მივყვეთ და ჩვენთვისაც სასახო ერთ-ერთი ახალი სახეობის შექმნაზეც მუშაობთ. ესეც მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ან მოკლედ ისე ჩამოყალიბდა, რომ გვაქვს როგორც ეს ძალიან არომატული სახის ჩაები, ასევე წმინდა სამკურნალო გამაჯანსაღებელი ეფექტის მქონე ჩაები და ძალიან დიდია მოთხოვნა. სამწუხაროა ეს რეალობა რომ გვიდგას, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ბევრი დიაბეტიანი ყავს საქართველოში და აი რაღაც 10 მომხმარებლიდან 3 იწერება, რომ რაიმე დიაბეტურს ხომ არ შემოგთავაზებს და ბაზარმა ამისკენ გვიბიძგა, რომ ტექნოლოგთან და სამედიცინო ასე ვთქვათ, განათლების მქონე ადამიანებთან ერთად მუშაობთ იმაზე, რომ შევქმნათ ჩაი, რომელიც დიაბეტიანებისთვის იქნება სასარგებლო და ეხლა ამ პროცესში ვართ და გვაქვს სურვილი და ფონდების და ფინანსური წყაროების მობილიზაციაზე, რომ შემდეგი ახალი სეზონისთვის იქნებ შევძლოთ და მინი საწარმო მაინც გავაკეთოთ. ძალიან დიდი მადლობა თეონა გადაცემაში მონაწილეობისთვის, დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ასევე ნახვამდის და წარმატებები ყველას. დიდი მადლობა. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ გადაცემის სტუმარი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელანში მოქმედი ეკოტურისტული ცენტრის ხელმძღვანელი თეონა თაბორიძე იყო. მე კი ამ დროისთვის გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.